ძინა ივანიშვილის რეჟიმს დამანგრეველი და მძიმე სანქციები უახლოვდება. მეგობარი აქტი წინ მიიწევს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. დოკუმენტის მიღებამ გააჩინა დიდი შანსი იმისა, რომ აქტი მალე დონალდ ტრამპის ოვალურ კაბინეტში აღმოჩნდება. დოკუმენტს კანონმდებლების დიდი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მის მიღებამდე კომიტეტზე დებატები გაიმართა, სადაც ითქვა, რომ მეგობარი აქტი პასუხია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე. ლუკა ხაჩიძე გვერდდება თემის დეტალებით. პირდაპირ ეთერში ლუკა გისმენთ. დიახ, გიორგი, მამ კენჭისყრამ და წინადადების მხარდაჭერამ პრინციპში დაადასტურა ის, რომ ოცნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ანუ რეჟიმისთვის სანქციებს დემოკრატების და რესპუბლიკელების მყარი უმრავლესობა უჭერს მხარს, რაც უფრო მარტივს ხდის იმის პროგნოზირებას, რომ საბოლოოდ აქტი ძალიან დიდი ალბათობით კანონად იქცევა. წარმომადგენელთა პალატაში აქტს მხარი დაუჭირა 349 კონგრესმენმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და 80%-იან მხარდაჭერას გულისხმობს. წინადადების შესახებ დებატების გზავნილი შეიძლება ასეთ შეფასდეს, რომ ვაშინგტონი პასუხისმგებლობას დააკისრებს ივანიშვილის რეჟიმს და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას პარალელურად. თითქმის ყველა სპიკერის სიტყვით დადასტურდა, რომ ამერიკის პოლიტიკური კლასი კარგად იცნობს ოცნების რეჟიმს, როგორც დებატებისას უწოდეს ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფს და მის მიერ წარმოებულ პროპაგანდასაც, კონსპირაციულ თეორიებს, რომელთა სამიზნეც ხშირად არის ხოლმე დონალდ ტრამპიც. ამერიკელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ვაშინგტონი გეგმავს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთის და ასევე ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირები ამოიღოს მიზანში. მეორეს მხრივ კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის შემთხვევაში, ანუ თუ საქართველო დაუბრუნდება ევროატლანტიკურ კურსს, უფრო აქტიურად დაუჭერს ქართველ ხალხს მხარს. ერთადერთი, ვინც აქტის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა ამ დებატებისას, იყო უორენ დევიდსონი. ის ცნობილია როგორც უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე, მეტიც მან მხარი არ დაუჭირა და წინააღმდეგი წავიდა რეზოლუციისა, რომელიც რუსების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობდა. Bill is passed, and without objection, the motion to reconsider is laid on the table. თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში, თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია, ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური ქართული ოცნების რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს. კერძოდ გადასცეს სპორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს. 2020 წელს ამჟამად წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ანგარიშში გამოვედით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა მმართველი პარტია ქართული ოცნების ნაბიჯების გამო. ისინი იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას და აჩვენებენ ჩინეთთან და ირანთან დაახლოებას. ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო. ასევე გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეისწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში. თუმცა ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივასაც თავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს. კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. მათ ვინც ამერიკას გლობალური ომის პარტიის და გლობალური დიპ სტეიტის წევრობას აბრალებს, არ მივცემთ ამერიკის ხელგაშლილობით სარგებლობის საშუალებას. დაახლოებით 12 წლის წინ მე ვიმყოფებოდი საქართველოში იმ არჩევნებზე, რომლის შედეგად ქართული ოცნება აირჩიეს, მაგრამ ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ მართლაც გააყალბეს ეს არჩევნები ამ შემთხვევაში. მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება. ეს აქტი შეაფასებს საქართველოს მთავრობის ყველა თანამდებობის პირს სანქციების თვალსაზრისით. თუ დადგინდება, რომ ისინი ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, ან კორუფციაში არიან ჩართულნი, მათ სანქციები დაეკისრებათ. ასევე მომზადდება ანგარიში საქართველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ძირის გამოსათხრელად, რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.
რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად ქართველები აგრძელებდნენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და როგორც ამ კანონმდებლობაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებშიც კი. ევროპის სხვა ნაწილებსა და საკუთარ ქვეყანაში არსებული გამოცდილებიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული პროგრესი მყიფეა და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი და ჩატარდა მრავალი და სერიოზული დადასტურებული საარჩევნო დარღვევით. ეს კანონი საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზე რეაგირებას წარმოადგენს. ის ქართულ ხალხს აცნობებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიის, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და მხარს ვუჭერთ მათ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციის სურვილს. რა ხდება ამის შემდეგ, რა ნაბიჯები რჩება იმისთვის, რომ აქტი კანონად იქცეს, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტს ახლა მხარი უნდა დაუჭიროს სენატმაც. მოლოდინებთან დაკავშირებით აქ პასუხია ის, რომ ზედა პალატაში მეგობარი აქტის მიღებას მხარს უჭერენ ისეთი გავლენიანი კანონმდებლები, როგორებიც არიან ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქვს მხარდაჭერა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი სენატიდანაც მიიღებს მწვანე შუქს, ის უკვე პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.